მოგწოდეთ. გამარჯობათ, მე ვარ დავით ლუტიძე. ცხოვრობ ნიუ-იორკში, ვარ 20 წლის. დღეს არის 2025 წლის 27 ივნისი და ყოველთვის მინდოდა რომ მქონოდა ჩემი YouTube არხი, გადამიღო ვლოგები, ყოფილიყავი პოპულარული. მინდა რომ ჩემი წარმატებები გაგიზიაროთ და მინდა რომ ამ ჩემი წარმატებებით мотивация მოგცეთ თქვენს. რომ მე თუ შევძელი თქვენც აუცილებლად შეძლებთ. 3 წელია საქართველოსთან ჩამოვედი. ძალიან მიჭირდა, ძალიან ვიყავი 17 წელს რომ ჩამოვედი, 18-ის აქ შემისვლა. სულ ვიძახდი რომ მეთქი როგორ შეიძლება 18 წელს გახდე დაბადების დღე და არ გადაიხადო მე. 18-ის რო გავხდები, ისე დაბადების დღეს მოვაწყობ, რომ ყველა ჩემ მეგობარს, ჩემს ძმაკაცს, ჩემს ოჯახის წევრს, რა ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, შევკრიბავდი და ძალიან დიდ ფართის გავაკეთებდი. და ისე მოხდა, რომ მომიწია ჩემი 18 წლის შეხვედრა საწოლში მარტო. და მთელი დღე მარტო გატარება. არ ვიცი ცხოვრება რას გვიმზადებს. მაგრამ რაც ხდება, ყველაფერი ხდება უკეთესობისთვის. როგორც თქვენ მეცე მინდა Lamborghini, მეცე მინდა ჩემი ბიზნესი მქონდეს, ჩემი საკუთარი სახლი მქონდეს, ჩემი შრომით ნაყიდი. თან ნახეთ როგორ ზუსტ დროს გაიჩიტა. ეს იქნება ჩემი პირველი მანქანა, რომელსაც მე აუცილებლად ვიყიდე. CLS. პირველი პატარა მიზანი, რომელსაც ჩემს გავახარებ. და ეს იქნება ის მიზანი, რომელიც დამიმტკიცებს, რომ კიდე ძალიან ბევრ რამეს შევძლებ. წავიდა ჩემი პატარა მიზანი. ეს იქნება პირველი, მეორე სავარაუდოდ იქნება Corvette. და მესამე იქნება Lamborghini Huracan. გამიხარდება თუ გამოვყვებით და ჩემ გვერდში იქნებით. სულ ესეთი მოწყენილი ვიდეოები არ გვექნება ეს დღეს და ემთხვა. მაინც და მაინც ესე. ხო და ხან კაი ვიდეოებიც იქნება სახალისო, ხან მოწყენილიც იქნება, ხან სამოტივაციოც და მოკლედ რაც კარგი იქნება და რაც უფრო მოსაწონს გააკიდა, გითხრათ ძალიან გამეჭირდა რა. აი პირველი ერთი თვე რო ჩამოვედი, სულ მარტო ვიყავი, წარმოიდგინეთ 17 წელი, სულ მეგობრები, სულ სკოლა, ისეთი ადამიანი ვარ, მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, სითბო, ძმაკაცები, მეგობრები. 3 წელში 5 ჯერ ვიყავი უკვე საქართველოში, იმიტომ რომ როგორც გითხარით ძალიან მიჭირდა რა. ეხლა ძალიან მიჭირს და ძალიან რთულ არჩევნის წინაშე ვარ რა. უნდა შევიკავო საქართველოში ცოტა ხნით ფრენისგან თავი, იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული რა. მთელი თანხები რაც მქონდა, სულ იქ იხარჯებოდა. ძალიან გთხოვთ, რომ თქვენს გვერდში ოჯახის წევრები, მეგობრები ყოველთვის დააფასეთ ერთმანეთის გვერდში რო ხართ, აი ვერ წარმოიდგენთ რა როგორი ძვირფასია და რამდენს ნიშნავს. როგორი ლამაზია და მარტო რო ხარ ყველაფერი აზრს კარგავს. სამწუხაროდ. მოკლედ მოვედი სახლთან, ავარიულებზე გავაჩერე სანამ მამა ჩემი ჩამოვა. ხო და იმედია დარჩებით ჩემთან და მომავალ შეხვედრამდე.